საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შავლა ფიფია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარების მიზნით საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. გასული წლის მსგავსად წელსაც იქნება გამოყოფილი საკრედიტო რესურსები და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება ექნებათ მიიღონ შეღავათიანი დაფინანსება. წინასწარი ინფორმაციით სუბსიდიების სისტემა შენარჩუნებული იქნება და რთველის საკოორდინაციო შტაბი კვლავ გურჯაანში განთავსდება. ეს როგორც მათ ამ თველის მოუვალე თველის სქემაზე როგორც ფიქრობთ ატარებას მათ შორის ვისაუბრეთ სიახლეებზე კერძოდ ჭაჭის კონტროლზე ანუ ქარხნებიდან ჭაჭის გაგზავნამდე რა არ მოხდეს ფალსიფიცირებული ღვინის ჩამოსხმა მეორადი ღვინის ჩამოსხმა ახალული მოსაზრებები თველის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით და ვფიქრობ რომ კიდევ რამდენიმე შეხვედრა გვექნება ამ ფორმატში ახლა მაქსიმალურად გათვალისწინებთ კომპანიების ინტერესები